23 წლის წინ ქალაქი გაგრა დაეცა. გაგრაზე შეტევა 1 ოქტომბერს საღამოს 6 საათზე დაიწყო. 2 ოქტომბერს მტერმა ალყაში მოაქცია ქალაქი. ქართულმა მოსახლეობამ გაგრა დატოვა. ვინც წასვლა ვერ მოახერხა, მათ მთელი სისასტიკით გაუსწორდნენ. 5 ოქტომბერს მტრის შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ რუსეთის რეგულარული არმიის ნაწილები, ხელოვნურად შეკოწიწებული და საქართველოს დაპირისპირებული ჩრდილოკავკასიური კონფედერატების, ბაგრამიანის სახელობის სომხური ბატალიონის, ეგრეთ წოდებული აფხაზური გვარდიის ძალისხმევით განთიადი ლესელიძეს მონაკვეთი აიღეს და რუსეთის საზღვარზე საკუთარი დროშა აღმართეს. იმ დღეებს ყოველ წელს იხსენებს აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოება. გამონაკლისი არც წლევანდელი ოქტომბერი იყო. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გია გვაზავამ, მთავრობის წევრებმა, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა და აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოების წარმომადგენლებმა 1992 წლის ოქტომბერს გაგრაში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. თბილისში ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში დაღუპულთა სულების მოსახსენებელ პანაშვიდს დაესწრნენ. პანაშვიდი აღავლინა ტაძრის წინამძღვარმა, ასევე გაგრელმა დეკანოზმა მამა ლევან ჯანაშიამ. მძიმეა დღევანდელი დღის გახსენება, გამომდინარე იქიდან, რომ პირველ რიგში ეს ძალიან დიდ ტკივილს გვახსენებს ჩვენ. უპირველეს ყოვლისა, იმ ადამიანების დაკარგვას და გარდაცვალებას, ვის სახელზეც ჩვენ დღეს პანაშვიდი შევასრულეთ. ესენი არიან ჩვენი ქართველი და აფხაზი ძმები, იგივე ჩვენი ოჯახის წევრები და მისი უწმინდესობის როგორც თავად ამბობს ლოცვა კურთხევით ჩვენ მათზე ერთად ლოცულობთ როგორც აფხაზებზე ასევე ქართველებზე. მე მინდა რომ გულწრფელად მიუსამძიმრო ასევე აფხაზის დაღუპულ მშობლებს და დედებს ისევე როგორც ქართველ ოჯახებს რომელსაც ძალიან დიდი დანაკარგი ჰქონდათ აი ამ ბრძოლაში. პანაშვიდის შემდეგ შეკრებილებმა გმირთა მოედანზე გადაინაცვლეს და გვირგვინით შეამკეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მეომრების მემორიალი. ეს არის ტკივილის და ამავე დროს იმედის დღეც, იმიტომ რომ ადამიანი იმედი ცხოვრობს ჯერ ეს ერთი და საქართველოს ახსოვს უფრო მძიმე დღეებიც. თუნდაც თბილისი 400 წელიწადი არ იყო ქართული, მაგრამ დღეს ქართული ქალაქია და დედაქალაქია საქართველოს. მე ვფიქრობ რომ როგორც გაგრით დაიწყო ჩვენი ტრაგედია, გაგრით დამთავრდება ჩვენი დაბრუნება. და მინდა კიდევ ერთხელ მივმართო ჩემ აფხაზ და ძმებს, რომ ჩვენ ურთიერთობას, ჩვენ ერთად ყოფნას ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ ერთმანეთს გაუწვით ხელს, ერთად მოვინანიებთ და ერთად გავაგზავნეთ ცხოვრებას. გახსნელად ძალიან ძნელია, იმიტომ რომ ეს ჩემს ცხოვრებაში და მე მგონი ყველა გაგრილის და არა მარტო გაგრილის ცხოვრებაში იყო ყველაზე მძიმე დღეები. პირველი 2, 3, 4, 5 რიცხვი ეს მთელი გაგრა არა მარტო ქალაქი, არამედ მისი მიმდებარე ტერიტორიაც დაიკარგა. აქ მარტო აფხაზებზე ვერ ვიტყვი ჩვენ, იმიტომ რომ ჩემი თვალით მაგ ნანახი როგორ ეხმარებოდნენ მათ არა მარტო გადამთელები, არამედ რუსეთის რეგულარული ჯარები.